საკრებულოში დაგეგმილი დღევანდელი მოსმენა აღარ გაიმართება. ისნის გამგებელი ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა თბილისის დღევანდელ სხდომაზე არ მივიდა. ვახტანგ ქიზიყურაშვილი ოპოზიციას გამგეობაში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ ჰყავდა დაბარებული. მთავარი შეკითხვები კი თანამშრომლების შესახებ უნდა დასმულიყო, რომლებზეც ოპოზიციის მტკიცებით სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით ზეწოლა ხორციელდება. ქიზიყურაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს ნაფლუღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელიც, რომელიც დღევანდელ სხდომაზე დასწრების მიზნით საკრებულოში იმყოფებოდა. რაც შეეხება გამგებლის პოზიციას. მისი თვითმმართველობის ორგანოში არ მისვლა მოსალოდნელიც იყო, ჯერ კიდევ დილით ქიზიყურაშვილმა გამგეობაში ძალადობის ფაქტები კატეგორიულად უარყო და განმარტა, რომ ამის შესახებ საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლებს წერილობით უკვე უპასუხა. ამიტომ მოსმენაზე მისვლას არ აპირებდა. ისნის გამგებელმა გაბედა, რომ არ მოსულიყო ფრაქციის სხდომაზე, დაარღვია ამით კანონმდებლობა, როგორც ჩანს ამბატონის მართლაც არ ყოფნით. გამბედაობა შეხვდნენ საკუთარ თანამშრომლებს, საკრებულოს წევრებს, აუხსნან საკუთარი არგუმენტები, თუ რატო ხდება ადამიანებზე ზეწოლა. მე დიდი იმედი მქონდა, რომ ორ თვენახევრიანი მუშაობის შემდეგ მაინც მომეცემოდა საშუალება, რომ ისრის რაიონის გამგებელი გამეცნო. მას შემდეგ, რაც დავით ნარმანიამ წარადგინა გამგებელი ჩვენის თვალით არ გვინახავს, იგნორირებას უკეთებს ის ყოველგვარ ჩემს ინიციატივას, არ მივარებს თათბირებსა და შეხვედრებზე.